გამარჯობა. ცოტა ხნის მერე ის იმდენ დიდი ხნის მერე რომ უცებ რო ეგრე მივაყარე ვიდეოები და მერე აღარ ვდებდი მე თვითონ ისეთ წარმოდგენა შევექმნა რომ ოკეი სულ ეს იყავიანი და მორჩი. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ყველაფერს ეგრე ვაკეთებ. რომ ესე დავიწყებ თავიდან ძალიან ვიდი მოვდივარ და მე მეწარება და ვიკიდებ. როგორც ალბათ ადამიანების უმრავლესობა. რაც ძალიან ცუდ ისევა მე თუ შევცვალე, ოდესმე საქმის ბოლომდე მიყვანა თუ ვისწავლე. თუნდაც აი ძალიან არამნიშვნელოვან რაღაცებში, ალბათ ძალიან კარგი იქნება. დიდად არ ვიცოდი რაზე მელაპარაკა, ეგეც იყო პრობლემა, იმიტომ რომ ანუ თან დატვირთული პერიოდი მქონდა საქმის მხრივ და თან აი რამდენადაც დამუხტული ვიყავი იმ პერიოდში, როცა ვდებდი ვიდეოებს, რომ აი მე ეს უნდა ვქნა, ეს და იმდენად რაღაც მომენტში ჩამიქრა ისე ეგ მოხდა. არ ვიცი რა პერიოდულად მოდის. რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ესე რაღაც ავდგები და ჩავიქნევ ხელს, მაგრამ ზოგჯერ ალბათ ტვინი მეღლება ხოლმე და ცოტა ხანი ვივიწყებ საერთოდ რომ რამის გაკეთება. და ანუ იდეის დონეზე ძრეოდ არ ვიცნობ რა უნდა ველაპარაკო, მაგრამ არც ერთ ვიდეოში არ ვიცოდი რა უნდა ველაპარაკო, просто მივყვებოდ დინებას და რაც მოდიოდა ვიძახდი. მაგრამ დაახლოებით იდეა რაც მქონდა, რაზეც მინდოდა ლაპარაკი, არის კონსუმერიზმი, იმიტომ რომ აი ალბათ ჩემ პრობლემები ნახევარზე მეტი რა 60% მოგვარდებოდა ალბათ კონსუმერიზმის სერიოზული მსხვერპლი რო არ ვიყო. და ძალიან დიდი პრობლემა რო არ მქონდეს მაგ საკითხში. კონსუმერებს ოღონდ მაინდა-მაინც აი ხშირად ვიყენებდი ხოლმე მაგას, იმიტომ რომ პირველად ჩემი თავი გამოვიჭირე კონსუმერიზმში როგორც რაღაც შოპაჰოლიკ ტიპად რომ დავინახე ჩემი თავი. იმიტომ რომ რაღაც ასწავლები მიყვარს ძალიან და უაზროდ ბევრს ვყიდულობ. და უაზროდ მინდევს. რაც იმ მომენტში მისწორდება, ეს წამიერად რაღაც არ ვიცი, გამოიყოფა ის ჰორმონი, რომელიც მაგრძნობინებს, რომ რა მაგარია, რა მაგრად ვართ და მე ორ მაგაც ვძნობ თავს, იმიტომ რომ ეგეთ მატერიალური ნივთებით როცა ცდილობ, რომ ბედნიერება მოიპოვო, რაღაც მგონია, რომ თან სწრაფად გადადის ეფექტი და მუდმივად გჭირდება მე კიდე მეტი და მეტი და მეტი, იმიტომ რომ რაღაც twins რო ერთხელ მიეცი ეგ სიგნალი, რომ აი მე ამან რაღაც მომენტში გამობედნიერა, ისევ ჩემი კატები გირიშს გვანან. ისევ თითქოს მე მაქამდე მიდის twin, რომ აი რა ვქნათ, ცუდად რატო ვართ? მოიცა ის გახსოვს რაღაც რო იყიდა და გაგისწორდა და ის სულ ტრიალებ მაგ ლუპში რა უსასრულოდ აი ბრუნავ მანდ. და იგივე მომენტი მაგ რეალურად ტანსაცმელზე მეტად კონსუმერიზმის პრობლემა გამოიხატება აქ სოციალურ ქსელები, რაც აი კოშმარი, ან ძალიან ცუდად ხდის. აი რატო და ის წამიერად კარგად ანუ უფრო მალე გადადის და ის ეფექტი. რაც ტანსაცმელზე ვთქვი,
სკროლაზე უფრო მალე გადადის და შესაბამისად კიდევ უფრო მალე გინდება და შესაბამისად უფრო ხშირად აკეთებ მაგას. და აი არ ვიცი, მადეპილებს და ამაზონბებს და თან აი არაფერ საჭიროს, ანუ კი რაღაცები არის, ანუ იმას არ ვიძახი, რომ საერთოდ გამოვყრუდეთ და ტელეფონი გადავდოთ და არაფერში არ გამოვიყენოთ, მაგრამ ეს რაღაც საჭირო ინფორმაციასაც ვიღებ, რაც ეგეც არ ვიცი, რეალურად რამდენად კაია, იმიტომ რომ იმდენად ცუდად მაგზნობინებს თავს უმეტესად, რომ აი ეს გლობალურად რა პრობლემებიცა და ყოველდღიურად რა რაღაც გეოპოლიტიკური ნიუსიც იდება, თან მინდა რომ აზრზე ვიყო, თან მიკარგავს ყველაფრის სურვილს, რა აი ძალიან ნიჰილიზმში მაგდებს რა რაღაც იმდენად ცუდისკენ მივექანებით, ანუ არა მარტო რაღაც ჩვენ ქვეყანაში, არამედ რაღაც გლობალურ დონეზე მოსახლეობა ყველა ქვეყანაში ერთად მიდივართ რაღაცა უბსკრულისკენ მგონი. ამიტომ ეგ ინფორმაციაც რაღაც შეზღუდულად მინდა მივიღო, რომ თან ძალიან ჭურშიც არ ვიჯდა, მაგრამ მაგის გარდა აი მე რამდენიმე დღის წინ გამოვიჭირე ჩემი თავი, რომ აი არც არაფერი არ ხდებოდა, არავინ არ წერდა, არავის არ ვახსოვდი. შესაბამისად, ანუ რეალური საქმე, ან მიწერა, ან არც არის რამე არ დაუპოსტავს, არც არის არაფერი ჩემთვის არ დაუკომენტარები, არ დაულაიქები, არაფერი არ მქონდა სანახავი რეალურად, პროსტა ის ხსნიდი, ინსტაგრამი, არაფერი არ ხდება, ერთ-ორი პოსტი, ჩავხურავდი, ფეისბუქი, ჩავხურავდი, მესენჯერი, მე ჩავხურავდი, რაღაც არ ვიცი. Twitter-ს აღარ ვხსნი ხოლმე დიდად, მაგრამ ნუ აი ეს ამ წრეზე ვიყავი, ანუ პროსტა ისე 2 წუთში ერთხელ ხსნიდი შემიძლია თიშავდი და მეორე ხსნიდი ის და ანუ ეს ხდებოდა რაღაც 1 საათი და 1 საათის განმავლობაში უბრალოდ ხო დავიღალე და პლუს ანუ ჩემ ტვინში შევიდა ინფორმაცია, არ ვიცი, როგორ იჩხუბეს კიდევ ერთხელ ჰეილიმ და ჯასტინმა Doja Cat-ს როგორ არ უყვარს თავის აი სრული მარაზმი, არაფერში გამოსადეგი, ანუ ჯერ ხო ეს აი სელებრიტების ცხოვრების პოსტები ხო აი კოშმარია და თან ვერ ვარიდებ თავს, ანუ არა იმიტომ რომ შეუძლებელია, არა იმიტომ რომ მე მაქვს რაღაც პრობლემა რომ მაინც არ შემილია რომ აი ბოლომდე ამერიდო ამას და კატასტროფას უშვება ჩემ ტვინს რა. კაი დღის ბოლოს რაღაც რამდენადაც ზოგჯერ მგონია ხოლმე რომ აუ სამსახურში იმდენი საქმე მქონდა ძალიან დავიღალე. რეალურად ხვდები რომ მაგაზე მეტად აი ეს შესვენების დროს რომ ჩდები და ვსკროლავ, ეგ მხდის ცუდად. თან ძალიან რთული არის ამისთვის თავის თანაბება, იმიტომ რომ ანუ იმდენად დიდი მუშაობა ჩაიდო ამაში, რომ ამ ზომბებად ქცეულიყავით ადამიანები, რომ ეს სწრაფი ინფორმაციის მიღება, სწრაფად სხვადასხვა რაღაცაზე გადართვა, რომ აი ეს უკვე 15 წამზე დიდხანს ვერ გავუძლებთ და შემდეგი და აი არ ვიცი, attention span-დან შეგვიმცირა რა და ამიტომ ეს რეალურად რო ძალიან რთულია ეგ ყოველ წამს რაღაც ახალი ინფო მიიღო, ტელეფონში ეგ მარტივია. ამიტომ უფრო გისწორდება. რაც რეალურად არ გისწორდება, იმიტომ რომ აი საბოლოოდ დიდხნიანი ეფექტი ისაა, რომ აი დაზომბებული ხარ და არც თავი არ გაქვს. და პლუს ანუ რაღაც პრიორიტეტები რომ მინდა სწორად დავაწყო ჩემს ფიქრებშიც მაგაშიც ხელს მიშლის, რომ ანუ რაღაც რეალური საფიქრალი რაც მაქვს, რაზეც მინდა რომ კონცენტრირდე, მაგისმაგიროდ კონცენტრირდები იმ სისულელებზე, რაღაცაც რა ინფორმაციას მაწვდის Instagram მაგალითად, ხო? და არ ვიცი, როგორ მე უნდა გადავაგდო. თან ძალიან აი პირველ ძალიან მინდა რომ დილით რო გავიღვიძებ,
პირველი, ხო, ვითომ მარტივია თეორიულად ის, რომ ანუ პირველი არ იყოს, რაც რო ტელეფონს მოვკიდო ხელი, ანუ ძალიან მინიმალურ რაღაცას ვითხოვ ჩემი თავისგან, რომ ჯერ არ ვიცი, წყლის ბოთლი აიღე და წყალი დალია და მერე აიღე ტელეფონი. ანუ ერთი რაღაც 5 წამიანი საქმე გააკეთე იმაზე წინ, რომ ტელეფონი აიღო და ტელეფონი ჩასქროლო. მაგრამ ჯერჯერობით არ გამხდით. და არ ვიცი, მე მგონია, რომ ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებ და პირველ რიგში სოციალური ქსელების ნაკლები consumption, ნაკლები დროის გატარება სოციალურ ქსელებში და არა მარტო სოციალური ქსელების კონსუმერიზმი, არამედ სხვა ყველა ტიპის კონსუმერიზმი. ბოლომდე თუ რაღაცაზე აწყობ შენ ბედნიერებას, რომ შენ კარგად ყოფნა რატომღაც იმის ხშირად მრავალ ჯერადად მიღებაზე იყოს დაფუძნებული. შეუძლებელია რა რეალური ბედნიერება მიიღო, იმიტომ რომ რაღაც მშვიდად არასდროს არ ხარ რა, რაღაც ქაოტურად ხარ სულ და ის თან რო გახალისებს, ეგ გერევა ბედნიერებაში, როცა რაღაც რეალურად რო ვკვირდები, ბედნიერება რაღაც სიმშვიდესთან უფრო უნდა ასოცირდებოდეს რა, ანუ ჩემთვის სიმშვიდესთან უფრო ასოცირდება, ვიდრე მაგ ქაოსთან, რაც მოაქვს ამ ჩემთვის ამ პროცესებს, ის ტელეფონის სკროლვას, დასაცვლის ყიდვაზე ფიქრს, ხანუ ჩემთვის ეს ორი ძირითადი არის რა, რასაც უკვირდები და ალბათ უმრავლესობისთვის ეგ არის რა. ან მაინდა დასაცმელი არ არის რაღაცის ყიდვა რა ხშირი. თან არ ვიცი. ეხა უცებ ისე ჩემი ტვინი იმისკენ გაიქცა ეს რამდენად კოშმარი ჩემი კატრას აკეთებს ორძა. გამოდი. ანუ არ ვიცი რა კავშირშია ეხა რატო გავავლე პარალელი, მაგრამ უცებ ის გამახსენდა ყველაფერი როგორ subscription-ზე გადავიდა. და ეგეც როგორ გაიძულებს, რომ ხშირად იყიდო რაღაცები რა, რაღაცას კი არ ყიდულობ და ფლობ ყოველ რაღაც იჯარით იღებ უკვე აზე ყველაფერს რა თითქოს. ეგეც რაღაცნაირად ცუდია. თან რაღაც პრეტენზია რომ აქვს იმაზე რომ არ მომწონს თქვათ თუნდაც კაპიტალიზმი და მე მივდივარ და გამომაგზარა და პონა დასწმელი, ანუ ეგ ხო ძალიან არასწორი, ანუ ხო სრულიად ვეწინააღმდეგები ვითომ ჩემს სერიოზულ პრინციპებს. მაგრამ რაღაც იმეც ვიტოვებ, რომ რადგან ის მაინც შემილია რომ თვალი გავუსწორო მაგას და ჩემ თავს არ ვიტყუებ, რომ რაღაცა დებილობებს არ ვაკეთებ და ესა ვარ უცოდველი კრავი ვარ, ანუ ეგ იმეც მიტოვებს, რომ სადღაც რაღაცას ვიზავ. თან ოღონდ რაღაც რთული ბალანსი არის რა. ერთი მხრივ რო ხვდები რაღაცებს კარგია, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება ძალიან მასაქნა როგორ ვთქვა? ვერ მოვიქი. ძალიან გააბრავა. სამწუხაროდ მოვიხმარეს. ანუ გააბრავა მე შენი უმოქმედობა, რომ სამაგიეროდ ხო ხვდები მაინც, რომ ის გასაკეთებელია. ხშირად ვაკეთებ მაგასაც. შეიძლება ეხლაც მაგას ვაკეთებ. მაგრამ, არ ვიცი. ანუ მგონია რომ ყველაფერი საბოლოოდ ენერგიაზე დადის, რომელსაც მაცლის ტელეფონი. და ენერგია რო არ მაქვს, შესაბამისად ქმედება, ანუ ფიქრი კიდე ნაკლებად მეზარება, მაგრამ ქმედება ძალიან მეზარება რა.
ცოტა უაზროდ ვლაპარაკობ. შეიძლება არც ნავდოებ ვიდეო, იმიტომ რაღაცნაირად ვერ არ მაქვს ის მუხტ ეხა და რაღაცნაირად თითქოს ვაძალებ ჩემ თავს რომ პროსტა რომ აი დაუმტკიცე შენ თავს რომ არ მიაგდეს და მართლა აპირებ გაგრძელებას უფრო მაგ თემაში ვიღებ. შეიძლება ცოტა უაზრო ვიდეოა, მაგრამ არა უშავს, შემდეგი უკეთესი იქნება. უკეთესი იდეა დამიბადება. შეიძლება პირიქით ეხა აი რაც უფრო რაღაც პირველი ვიდეო რო გადავიღე, უფრო მომაწვა ბევრი ფიქრი, უფრო მეტი ახალი იდეა დამიბადა, იმიტომ რომ რაღაც ხმამაღლა რო აჟღერებ რაღაცებს, უფრო შენც რაღაც ახლიდან ხარ შავ მაგ ინფორმაციას რა, არ ვიცი, როგორ თქვა. მაგრამ რაღაც ახალი ალბათ ახალი იდეები დაიბადება. არ ვიცი. ქართული დღე იყო დღეს ეს. ბევრი ახალი კანონი. ბევრი ახალი ჯარიმა. რაც არ ვიცი, მთავრობაზე არც ფრაზდები რა. ანუ არ მომწონს, მაგრამ ანუ მოულოდნელი არაფერი არ არის რა, ანუ რომელი მთავრობა არ ჭამს ბიუჯეტს და რომელი მთავრობა არ ცდილობს რომ თვალში ნაცარი შეგაყაროს და რაღაც გაგადებილოს და შენც რაღაც ნერვებზე არ მოიშალო რომ აი გორმა ცდილობ რომ გამადებილონ და რაღაცა რა და მაგაზე არც მეშლება უკვე ნერვები. პროსტა ნუ უფრო წყნარად ვფიქრობ, ცდილობ რომ ვიფიქრო გამოსავალზე რა შეიძლება იყოს. მაგრამ რეალურად ნებისმიერი გამოსავალი მაინც საზოგადოებაზე მდედად ის და საზოგადოების იმედი როცა არ მაქვს, იმიტომ რომ დღეს მაგალითად ეს ინფორმაცია რომ გავრცელდა ძალიან ჩემდა სამწუხაროდ ძალიან ბევრი კომენტარი წავიკითხე. რასაც ტოვებდა ხალხი და არ ვიცი რა, დღით დღე მიქრება იმედი რომ რაღაც შეიძლება გამოვიდეს. რომ უბრალოდ რაღაც შეიძლება რაღაც გამოვიდეს არც შემოკლევადიან პერიოდში, მაგრამ ნუ ძალიან გრძელვადიან პერიოდშიც არა რა, იმიტომ რომ შანსი არა რა, აი ახალ თაობას ვინც რაღაც ჩემგან განსხვავებულად უყურებს რაღაცებს, კიდე შეიძლება რომ დაველაპარაკო და კიდე შეიძლება რომ რაღაც იმანაც და მეც ერთმანეთს რაღაცებზე აზრი შევაცვლევინოთ, მაგრამ აი ეს უკვე ასახში ყოფი ხალხი აი აზრი არ აქვს რა, ანუ ხა მაგათ განათლებას ვერ მისცემ რა, ანუ მიმღებლობა ნოლი აქვს ახალგაზრდების მიმართ მით უმეტეს, რომ აი არაფრად არ ჩაგაგდებს რა, ეს ხო რაღაცნაირად მარტო ქართველებს არა ეს ადამიანების სცენი არის, რომ აი იმის მხოლოდ რომ შენ რო იყავი მაგასაკში გაღიზიანებდა, რომ ვიღაცა არ გისმენ და რუიზდები, მე შენც იგივეს აკეთებ და შენც არ უსმენ ახალგაზრდებს, იმიტომ რომ ამან რა იცის, მე ამდენი წელი ვიცხოვრე და ანუ კი რა თქმა უნდა, ალბათობა მეტია იმის, რომ შენ უფრო მეტი რაღაც იცოდე, რადგან უფრო მეტი წელი გიცხოვრია, მაგრამ ალბათობა ერთს არ უდრის, ანუ არის რაღაცა შემთხვევები, რაცა შეიძლება, რომ მაინც იცოდეს იმ ადამიანმა უკეთ, იმის მხოლოდ რომ ნაკლები წელი აქვს ნაცხოვრე. მაგრამ რას ვიზავთ? ეს სასწაული კომენტარები შეხვდა, რომ ეს მარიხუანის მიღებასთან დაკავშირებით, რომ გამკაცრდა კანონი. მან მაგაზე ვნახე კომენტარები, რომ აი რაღაც სრული არაადეკვატურობა რა, ერთი მხრივ ანუ წინადადება იწყება, რომ ძალიან კარგი
იღუპება ჩვენი ახალგაზრდობა, ანუ კაია რომ ეს კანონი მიიღეს, იმიტომ რომ მოსწევისგან იღუპება ჩვენი ახალგაზრდობა და ეს კანონი ესე იყო, რომ 5 გრამამდე, ანუ პატიმრობა არ იყო და 5 გრამი თუ ამგაშდებოდა უკვე პატიმრობა, არ ვიცი, ნორმალურად არ წამიკითხავს კანონი. შევეცადე რომ თალად ესე დეტალურად არ წამიკითხე, იმიტომ რომ უფრო გავბრაზდებოდი. ხო, ну, როგორც მახსოვს, ეგრე 5 გრამზე მეტის შემთხვევაში შეიძლება პატიმრობით დასრულდეს ეს ყველაფერი და მაგაზე, ანუ ამ წინადადებას ესე აგრძელებდნენ, რომ 1 გრამზეც უნდა იჭერდეთო. ანუ ახალგაზრდობაზე, რომელზეც გული შესტკივა, რომ ღუპავს ეს მოსაწევი, მაგ ახალგაზრდობას 1 გრამზე, 1 გრამ მოსწევზე უშვებს ციხეში. არ ვიცი. ანუ ვერ ხვდები ამ ხალხის ლოგიკას რა. ანუ ეხლა რა კოშმარი დაიწყება მაგის გამო, რომ ანუ მაგით ხო აი, ამაგის ახსნას რა აზრი აქვს, გიგონება მართლა ეგ უნდა მთავრობას, რომ აი შემცირდეს მარიხუანას მიღება. ხო, აი, გიყავ მთელი მუღამი. კაი, მეგრე, ანუ კონკრეტულ პოლიტიკურ რაღაცებს არ მინდა, რომ შევეხო რეალურად და არც რომელიმე პარტიებს ან რაღაცა რა, ვიღობ კონკრეტიკა არ მივცეთ ჩემ რაღაცებს, ანუ ზოგადი სწორი, არასწორი რა მგონია, საჭირო, არასაჭირო რა მგონია, მაგაზე მირჩენია ვისაუბრო და ვიღაცა თუ რაღაცას მისმენს, თავის კონკრეტიკა თვითონ მისცეს რა მაგას. და მitmedes რა, ჯარიმაც არ მინდა რომ ავიღო მაინდა-მაინც. არ ვიცი, ისეთი არაფერი არ მაქვს მეც რა თქვენი. მაგრამ ანუ აი კონკრეტულ თემამდე ვერ მივდივარ, რაც შეიძლება გავარჩო. ძალიან ბევრი აზრი მიტრიალებს. ძალიან ბევრს ფიქრობ, რა არის სწორი, რა არის არასწორი, რა გავაკეთო, როგორ რას ვემხრობი, რას არ ვემხრობი, ბევრს ფიქრობ, მაგრამ საბოლოოდ მიჭირს, რომ მე თაუბარში რაღაც კონკრეტულზე ვისაუბრო. ეხლა თვითონ, ანუ ბევრი მიფიქრია კონსუმერიზმზე, უფრო ბევრად მეტი ვიდრე ვილაპარაკე და რაღაცა ვერ ჩამოვაყალიბე. ანუ რაღაც ხასიათი ჭირდება ალბათ თაუბარში, რაც ეხლა ცოტა გამქრალი მაქვს. მაგრამ არ ვიცი, მედია შემდეგში ეს თემით დავბრუნდები და უფრო საინტერესო რაღაცას ვილაპარაკებ. ჩემთვისაც და თქვენთვისაც და მაგრამ რაღაცნაირად ციხში ვარ ამ ეტაპზე. რაღაც ფიქრების ციხშიც ვარ. რაღაც ციხში რა აი თითქოს რაღაც კარების წინ მდგავარ და რაღაც 100 გასაღები მაქვს და ვცდილობ რომ სწორი გასაღები ავარჩიო და ეს ცოტა დიდხანს იწელება ეს პროცესი, რომ გავაღებ კარს, მერე გავაგრძელო. რაღაც და ამიტომ გაჭედილი ვარ ცოტა. ვერ მივდივარ ერთ-ერთ თემაში შორს სამწუხაროდ. ამიტომ აი ეხა რომ ვიტყვი, ამიტომ დიდად არ გისჩევთ ამ ვიდეოს ყურებას თქო, აზრი არ აქვს ბოლოში ვარ ხანა. აი აქ გადაახვიეთ და ქრინჯავა ხმობა. მოკლედ ეს არის და ეს, არ ვიცი. არაფერი არ მithქვამს ამ ვიდეოში. ნოლ ინფორმაცია გაგიზიარეთ, მეც ნოლი წინსულა მაგ გამსუბრის შემდეგ, მაგრამ არაფერი. ცუდი დღეებიც გვაქვს, კარგი დღეებიც გვაქვს. ეს რადგან ცუდი დღეა, იმას ნიშნავს, რომ მომავალში კარგი დღე გველოდება.
ოპტიმისტურად შევხედოთ ყველაფერს. მოკლედ, ეს არის და ეს. Bye!